გამარჯობა მეგობრებო, მივდივარ ბავშვობის ოცნების სასახდენად ამაზონის ჯუნგლებში. კაი, ხო, მივდივართ მოკლედ სვანეთში, რომელიც მართლა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა ვერასდროს ვერ წავედით იმ კონკრეტული მითის გამო, რომ მანდ გზები არ არის, კლდეები იშლება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მითი არის, მოკლედ დასავლეთ საქართველოში გავრცელებული და მაგის გამო ვერასდროს ვერ ავედით, თუმცა გუშინ გადაწყდა რომ რატომაც არა. Plus რომ მოვიკითხე მშვენიერი გზები არისო, თავარია მანქანა იყოს გამართულიო. ყველაფერი ხელს მიწყო და მანქანა გამართულია, ამინდი მშვენიერია და გადავწყვიტე რომ დილის 6 საათზე წავიდე მესტიის ცენტრის მიმართულებით თავიდან და მე ვნახოთ სად რობოდა რანაირად. მოკლედ თავიც დავიჩელენჯეთ პატარა მოჩელენჯო ამბავი გვაქვს, გამოვყავით ამისთვის 200 ლარი, საიდანაც 100 ლარი საწვავზე წავიდა უკვე, ჩათვალეთ აღარ გვაქვს. დაგვრჩა 100 ლარი, მაგ 100 ლარა თუ დაგვიღამდე და ვერ ჩამოვედით, უნდა ვიპოვოთ სასტუმრო, რომელსაც ჩემი მეგობრები მოაგვარებენ ადგილზე. საბედნიეროდ მანდაც ყავს ადამიანები, ვისაც შეუძლია მინიმუმ მაგ პრობლემის მოგვარება. და მე დაგვრჩება უკვე საჭმელადაც რაღაც კონკრეტული თანხა და მგონია რომ საინტერესო ვიდეო უნდა გამოვიდეს. ამ ვიდეოში ნაკლებად გამოვჩდები, იმიტომ რომ მე ისედაც ლამაზი ვარ და ვეცდები სვანეთის სილამაზე რაც შეიძლება მეტი გადავიღო და ჩავყვეთ. ყველაფერი გვექნება, სადაც მივალ ყველაფერს გადავიღებ და ერთი ლამაზ ვიდეოს ავაწყობ წესით. ჩემო გამომწერებო, მანამდე თქვენ სადამე მესტიაში ჩავალ არხი გამოიწერეთ. ჩვენი სოციალური ქსელები გამოიწერეთ, არ მოგერიდოთ. Facebook, Instagram, TikTok. და ჩვენ გავთავხედით და შეგიძლიათ დონაციაც კი გააკეთოთ, იმიტომ რომ ვიღაცის ვიდეოში ვიპოვე გამბოვი და მეთქი ბარემ ჩვენც ხوار mivag.com. შეგიძლიათ დონაცია გააკეთოთ, დონაციისთვის კი კომენტარში, უბრალოდ ვიდეოს აღწერაში ნახავთ ლინკს. ამიტომ მაყარეთ ვარდები და შემდეგი ვიდეო იქნება ამაზონის ჯუნგლებიდან. პირველი ლოკაცია, სადაც გავჩერდი არის სასწაულია, რენგუჰესის სასწაული ხედი უნდა განახოთ მეგობრებო, თან რაღაცნაირად საშიში არის. მოკლედ გზის უმეტესი ნაწილი გავლილი მაქვს, დაგვრჩა მესტიამდე ზუსტად 60 კილომეტრი. ჟღულამდე 115, მაგრამ ჯერ მესტიაში წავალ, სხვათა შორის მშვენიერი გზა არის. ზიგზაგები და რაღაცები არის, თქვათ გამოსავლელი მანძილებიც რაღაც ნაწილი, მაგრამ ნორმალური სიჩქარე და ადამიანი და ჩაჭერის გარეშე რო ევლით, საკმაოდ კარგად ამოვხოთ რა. მე ხავარ ხაიშის ცენტრში. რაღაც ორი წამით დავისვენე, რაღაც გამოვიდი მომწინ და ასე შემდეგ და დავუძრებით მესტიის მიმართულებით და აღარ გავიჩერდით. ჩამოვედით მეგობრებო მესტიაში. საოცარი ადგილია, მართლა ხო. ეს ნანახი როგორ არ მქონდა აქამდე ვერ ვიაზრებ და სადაც არ უნდა გაიხედო, რავი, სიგიჟეა. 3 საათნახევარი მართლა დაგჭირდა. იმიტომ რომ ხაიშის მე გზები მთლად იდეალურად გაკეთებული არ არის, პლუს რაღაც ნაწილი კეთდება და მოკლედ ხაიშის მე გაითვალისწინეთ, რომ თხილად უნდა იარო. დანარჩენი აწი უკვე მესტიამდე დაგვრჩა ზუსტად რაღაც 1 კილომეტრი არის შესასვლელთან ქალაქის და ნახეთ რა სილამაზეა განახი. პროცესის ამძიმებს რეალურად გზაზე, რომ მე მექანიკით ვიყავი წამოსული და შესაბამისად ახლა მექანიკით მან მიხროულ გზაში ძალიან ბევრი ესე რა მოკლედ სამოძრაო და თუ ავტომატიკად რაღაც ცალი ფეხით აკეთებ ყველაფერს, კლიანტი ჩართული ხარ და ეგ გლის ცოტა პროცესშიც, მაგრამ მე ძალიან მიყვარს მექანიკის მართვა შესაბამისად მაგანაც მაგრა გაასწორა. მოკლედ წავედით ახლა მესტიაში. ბარემ ბოლომდე შევიდით.
მესტის ცენტრალურ ნაწილში ვარ, ეხლა დამემართა ძალიან დიდი სისულელე. ტელეფონის დამტენი დავტოვე სახში და შესაბამისად კადრები რო გადავიღო ტელეფონის დატენვა მჭირდება. ამიტომ გვაქვს ორი ვარიანტი. სანმე მაღაზია ვიპოვო, სადაც შევძლებ დამტენი ვიყიდოთ, ან მეორე ვარიანტი არის, ვისაც iPhone-ი აქვს. დავატენინო. მეთქი ჯერ აქ ხა დამტენს რა იპოვის თქო და მე პლუს ჩვენს ბიუჯეტს საკმაოდ დააკვირდება თქო ვიფიქრე, მაგრამ არის თუ არა ეს ტელეფონის დამტენი და ვიყიდე თუ არა ეგ 10 ლარად. ერთხელ ხო დამიტენის მეთქი და ერთი წელი გეყოფოდა. 10 ლარიანი დამტენი ერთი წელი არ გაძლევს, მაგრამ დღევანდელი დღე თუ გადავაგორეთ, ისე რომ ხარვეზები არ გქონდეს, კაი იქნება. შორის არც ბენზინ გასამართებს ვეულობ და მაღაზიებსაც არ ვიცი რატომ მქონდა ეგეთი წარმოდგენა, მაგრამ ყველაფერი არის ადგილზე, მეგობრებო, ამიტომ არ შეგეშინდეთ. მადლობა. შევაჩნია სვანური კოშკები. ახლოს ვცდილობ მის ხას, მაგრამ სახლები არის ჩადგმული და ძალიან ჭირს ხომ. მაგრამ მივედი. ეთნელა ხვირაშხე გოჯარძო ყლაბერი გურხუნე ჯაჰიშ მოსელეცე მოსხიჰერ აი ხოშალე გვიშგეშვანი შდა სტანდარტი საქსუფგნი სოდალამ ზორტოდეროფნე მესტის ცენტრალური ნაწილი და მიმდებარე ტერიტორიით ძალიან გაყოფილი ვარ, იმიტომ პატარა ლამაზი ისტორიული ქალაქი არის, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრობდი მართლა. წავალთ ხა ხაწვალის მიმართულებით და შემდეგ უშგულისკენ ავიღებ გეზს და ბილეთის ფასი რა არის? 25 ლარია ერთი ბილეთის ფასი, ორივე საბაგიროზე 100 ლარი და ჩამოსვლა. ამერიკად ხაწვალზე მე რომ მეორეზე უნდა გადავწვით, რომ ბოლომდე ზრუნდამდე ახლა. დაახლოებით რა დრო სჭირდება ხომ? დაახლოებით და მაქსიმუმ 15 წუთი რომ ბოლომდე ახლა. მოკლედ ეს ბილეთი არის და ფასი იყო 25 ლარი, ამიტომ -25. ავედით მეგობრებო, საკუთარ თავს ჩათვალეთ ვაჯობედო ვაიმე. ძალიან ბედნიერი ვარ მართლა. ამინჩის გამიმართლა გუშინ წმინდა. გუშინ მინდა და წამოსვლა, მაგრამ წმინდა და გადავიფიქრე და მოგეხსენებათ მე დრონი არ მაქვს. ტემუდალაც გამოვიწერე, მარტო 5 მოვიდა, ამიტომ დრონის კადრები. ჩათვალე დრონი არის, მეგობრებო, ნახეთ. აუ, გიჟეთია, ნახეთ რა. სრული სიგიჟე იყო მართლა. და აქედან ხედებია რაღაც სასწაული, ფანტასტიკური. მოკლედ ხედებსაც განახებთ, ეხლა და მე ქვევით ნახე სვანეთის მუზეუმი, მანდაც შევალ და მაგის მერე წავალთ უკვე უშგულის მიმართულებით, იმიტომ რომ ბევრად დიდი სიამოვნება გველოდება უშგულში. შეგნით ესე გადაღება არ შეიძლება და ამიტომ ვერაფერი ვერ ვთქვი, მაგრამ 10 ლარი დაჭირდა სვანეთის მუზეუმში შესვლა. ესეც პლუს 10 ლარი ჩვენს ბიუჯეტს გამოაკლდა. უშგულისკენ მიმავალ გზაზე ვნახე
სიყვარულის კოშკი არისო და შესვლა ღირს 2 ლარი, მაგრამ გარანტიას ვერ მაძლევს გაიგეთ და ამიტომ დრო რო არ დავკარგო, წავედით უშკულისკენ. უშკულში ვართ მეგობრებო და პირველი ემოციები შემოსვლისთანავე ხედავთ მოკლედ დავაყენებ მანქანას, დავასვენებ, ცოდოა ესეც ძალიან კარგად მემსახურება ჯერ და ფეხით უნდა შემოვიარო, რასაც შემოვივლი რა, აი საოცრება არის რა. აქ სუპერმარკეტები არ არის კი იცით, მაგრამ სახლებში აქვს სუპერმარკეტები და განახებთ. ერთი ფანტა მინდა. ეს ქურები რა ღირს? კი ნახავდით ფანტა ვიყიდე 5 ლარად. არა, ძალიან ლოგიკური არის, იმიტომ რომ სადაც არ უნდა გაიხედო სხვა ფიზიკურად არაფერი არის. და სადაც ფანტა ვიყიდე, მან ოჯახში ბავშვს მოსდევდნენ ტელეფონი დადეო. ყველა ბავშვი ერთნაირია მთაშიც და ბარშიც მოკლედ. ეხლა ჩვენი მიზანი არის ავიდეთ იქ. და მე როგორც ვიცი, ეგ არის თამარის კოშკი. დავიდეთ რა პარემა. გვაქვს ვარიანტები რომ ავიდეთ მანქანით. გვაქვს ვარიანტები რომ ავიდეთ ფეხით. მაგრამ ცოტა მთის ცხოვრებაც რო შევიგრძნო, ავალ ფეხით. უშგულის ეს ნაწილი დასრულებულია მეგობრებო, რომ შემოგვაღამდა ქვია მაგას, იმიტომ რომ არის ახლა 4 საათი. მესტიაში უნდა დავბრუნდეთ, ადგილობრივ სამზარეულოს დავაგემოვნებ და მე გადავწყვეტ დავრჩები თუ არ დავრჩები, იმიტომ რომ სადღაც საათი მჭირდება მესტიამდე, მე ნუ კერძები ესა ის სადღაც 1 საათი პლუს მაგას და თუ დაღამდა ალბათ აღარ ჩავალ, იმიტომ რომ ხამით სიარული მაინც მესტია ზუგდიდის გზაზე, ხო, ნუ მეგირჩევთ რომ არიაროთ. გაგვიწვიმდა ხალხო, გაგვიწვიმდა და საერთოდ არ არის სასიამოვნო წვიმაში ამ გზაზე სიარული, თუმცა მაინც ლამაზი, აუ ენგური ნახევრად შეშია. მესტიის ცენტრში ვიყვებით მეგობრებო. Მთელი დღეს უჭმელი ვარ და შესაბამისად დრო ვჭამოთ. გავუგოთ გემო სვანურ სამზარეულოს, მირჩეს რესტორანი ლილე. რომლის წინაც გავარ ახლა მე, ხედავ ჩემს უკან და წავიდეთ დავაგემოვნოთ, შევაფასოთ რას მოგვიტანე, ღირებულების იქნება და ნუ დაბალიანი სისტემით, როგორც ვაკეთებთ ხოლმე. მეგობრებო, სვანეთის ვოიაჟი დასრულებულია, ამით მივდივართ უკვე ზუგდიდის მიმართულებით, აღარ ვრჩებით სვანეთში, იმიტომ რომ 6-ის ნახევარი არის და ლოგიკურად აზრი არ აქვს. ხა გძილს, როცა შემიძლია სახში დავიძინო, ბევრად მირჩევნია. რესტორან ლილეს საბოლოო ჯამში შეფასება 10-დან 6 მომსახურება ძალიან ცუდი დააგვიანეს თითქმის ყველაფერი და პლუს გარეთ დაჯდომაზეც პრობლემა ჰქონდათ, იმიტომ რომ გარეთ ვერ გავიტანთ და მეთქი 2 თევშია შვილო გაგატანინე, მაგრამ არა.
საბოლოო ჯამში რესტორნის სასტუმროს გარეშე ხარჯი გამოვიდა 114 ლარი, იმიტომ რომ ეს კვება დაჯდა 37 და 37.5. კუბდარს 7, უკეთესი მიჭამია ანუ 10-დან 7. ხო, ხაჭაპურს კიდევ იმას ვერაფერი გავუგე შესაბამისად არ შევაფასებ, შეიძლება ჩემ გამონებაში აარჩიდება და ამიტომაც შეფასების გარეშე დავტოვე. საბოლოო ჯამში ყველაფერი იყო იდეალურად, ძალიან მაგარი არის სვანეთი. გირჩევთ რომ 2-3 დღით ამოხვიდეთ აქ. ერთი დღის ხარჯი დაახლოებით გაიგეთ, რაც იყო და არ ვიცი თქვენ შეაფასეთ ღირდა თუ არა, მე მიიღეთ და იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო. რავი, შემდეგი ვიდეო იქნება ბახმაროდან, ამიტომ ჯერ ეს ნახეთ ეს ვიდეო, არხი გამოიწერეთ და შევხვდებით კიდევ საინტერესო ვიდეოებით. დროებით. დამშვიდობებას ვაპირებდი, მაგრამ რაღაცა გამახსენე რომ უნდა გითხრათ რა ხალხო, მესტიაში ამოსასვლელად დელიკებში და მსგავს სისულელეებში 800 ლარის გადაყრა არ ღირს. თქვენი მანქანითაც ამოხვალთ. კამერა გადაბრუნდა, ცავით.